სახალხო დამცველის მოწვევით მიერ შექმნილმა კონსილიუმმა უკვე მოინახულა მზია ამაღლობელი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. იოამეთში მათი ვიზიტი ისინი გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ყველა შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმების გიორგი გვილიას და ელენე გიორგაძის შეფასებით მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შედარებით დასუსტებული. ის კონტაქტურია, თუმცა უჭირს მეტყველება, შენელებული აქვს მეტყველება და ასევე უჭირს გადაადგილება პალატაში, თუმცა მაინც ცდილობს, რომ იყოს მოძრავი და არ იყოს საწოლზე დამოკიდებული, როგორც ამას ექიმები აფასებენ მასთან საუბრის შემდგომ. ექიმების განმარტებით სამედიცინო დასკვნის გაცნობის შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ კლინიკურ იმამეთში პაციენტს უტარდება ყველა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა, მას უტარდება ასევე გადასხმები, იღებს სამედიცინო პრეპარატებს და უარს არ აცხადებს ყველა შესაბამის სამედიცინო პროცედურაზე, რაც მათივე შეფასებით არის მისასალმებელი ნაბიჯი. ექიმების რეკომენდაცია არის ის, რომ მზია ამაღლობელი უნდა დარჩეს სამედიცინო დაწესებულებაში, სანამ მისი მდგომარეობა შედარებით არ დასტაბილურდება. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 27 დღეა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შიმშილობს, მას ორგანიზმი აქვს დაქვეითებული და შესაბამისად ნებისმიერი პირისთვის, რომელიც შიმშილობს, იმის გამოკლებით აქვს თუ არა მას ჯანმრთელობის კონკრეტული გართულებები, შიმშილობის ეფექტი არის ორგანიზმზე მაინც მძიმე. შეგვიძლია ახლა ექიმების კომენტარებს მოვუსმინოთ პირდაპირ ეთერში. ფერი ტარდება იმისთვის, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები. დღესდღეობით ისეთი მძიმე მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ არ არის. მიგვაჩნია, რომ პაციენტისთვის, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, მგონია, რომ იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ კლინიკაში გაგრძელდეს მისი ასეთი ადეკვატური მკურნალობა. მეტყველება ცოტა შენელებულია, თუმცა ყველანაირად კარგად აზროვნებს. გადაადგილება პალატაში შეუძლია ნელა, მაგრამ შეუძლია. გულის უკმარისობა, ფილტვის უკმარისობა, ღვიძლის ისეთი დაზიანება, რომ რაღაც უკმარისობაზე იყოს ეჭვი, თირკმლის უკმარისობა, ესენი ჯერჯერობით დაწყებული არ არის. უნდა აუცილებლად დაბრუნება დაწესებულებაში, რაც არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ რაც არ ვთხოვეთ და არ უთხარით, ეხლა ექიმი ვალდებულია, რომ უთხრას, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. ეხლა ყველა ასრულებს თავის სპეციალობას და ექიმი უნდა პირველ რიგში იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ რა თქმა უნდა მე ბოდიში მოუხადე და ვთხარი ცოტა კატეგორიულად ვეთქვი, მაგრამ კატეგორიულად ვითხოვ, რომ შიმშილი შეწყვიტო და არ შეწყვიტა შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ არ შეწყვიტავს შიმშილს, უნდა იყოს, როგორც თქვა ბატონმა გიორგი, ამ დაწესებულებაში. კონტროლის ქვეშ, იმიტომ რომ მაშინ მოასწრებენ ექიმები ეგრევე რეაგირებას, რომ შეუნარჩუნოთ არა მარტო სიცოცხლე, რომ ინვალიდიც არ გაგვიხდეს მომავალში. ამიტომ ეხლა ამ ეტაპზე ხდება ყველაფერი აბსოლუტურად ადეკვატურად და სწორად.